ძვირფასო მეგობრებო, მინდა გავაგრძელო ბიბლიის გაკვეთილი, ახალი ცხოვრება, პირველი გაკვეთილი. ჩვენ შევჩერდით ამას წინათ გაკვეთილის მეორე ნაწილზე, ეს მესამე ნაწილია და შევჩერდით იმაზე, რომ ხალხი წმინდა წერილის გამოკვლევის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი წინასწარმეტყველებებში, როდესაც შეისწავლეს წინასწარმეტყველებები, რომ ის ახდა იესოს ცხოვრებაში და ის იყო ის დანაპირები მესია, რომელიც დედამიწაზე უნდა მოსულიყო. და მონახა ფილიპემ ნათანაელი და უთხრა მას, ვიპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერა მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებში. იესო მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა, სხვა წინასწარმეტყველებმაც დაწერა იესო იოსების ძე ნაზარეველი. იოანეს სახარება პირველი თავი 46 სტროფი. როცა იესო ქადაგებს ის ეყრდნობა წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილს, რათა ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ თვითონ არის ჭეშმარიტი ღმერთის შვილი. როცა მან დაასრულა წინასწარმეტყველური ფრაზები და ფსალმუნები, რომლებიც ამბობდნენ მის შესახებ, თქვა, დღეს აღსრულდა ის დაწერილი, რომელიც მოისმინეთ. ლუკას სახარების მეოთხე თავის 21 სტროფი. აღდგომის შემდეგ მან თავის ორ მოწაფეს მიუთითა წინასწარმეტყველებათა ახსენაზე, როდესაც ისინი ემაუსის გზაზე მიდიოდნენ. ხოლო იესომ უთხრა მათ, აჰა უგნურნო და გულით მძიმენო, რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი და მოსედან დაწყებული, ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული, უხსნიდა მათ, რაც იქნა დაწერილი მისთვის მთელს წერილში. ლუკას სახარების 24 თავი, 25, 27 და 44 მუხლები. მოდით მივაპყროთ გონების თვალი ეხლა იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შესრულდა ახალ აღთქმაში. იესოს ცხოვრება, წინასწარმეტყველებების აღდგენა, დაბადების ადგილი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდეს 1000-ეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში, ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. მიქა წინასწარმეტყველი 5-2 სტროფი. აღდგენა ახალ აღთქმაში, ხოლო როდესაც იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს. მათეს სახარების მეორე თავის პირველი სტროფი. წმინდა ჩასახვა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს, აჰა მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს. ესაია წინასწარმეტყველი, მე-7 თავის მე-14 სტროფი. აღდგენა ახალ აღთქმაში. და აჰა ანგელოზი უფლისა სიზმრად გამოეცხადა იოსებს და უთხრა დავითის ძეო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, ვინც მასშია ჩასახული, სული წმინდისგან არის. მათეს სახარების პირველი თავის მე-20 სტროფი. წარმოშობა იუდიდან. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება და არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფეხთა შვიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. დაბადება 49 სტროფი. აღდგენა ახალ აღთქმაში, ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი აღმოღწინდა იუდას ტომიდან, რომელზედაც მოსეს არაფერი უთქვამს ამ ტომის მღვდლობის გამო. ებრაელთა 7-14 სტროფი. ხალხის მიერ უარყოფა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება საძულველი იყო კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ, საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ესაია წინასწარმეტყველი 53 თავის მე-3 სტროფი. აღდგენა ახალ აღთქმაში. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღო იგი. იოანეს სახარება პირველი თავის მე-11 სტროფი. გაცემა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. ჩემთან მშვიდობიანა მყოფმაც, რომლის იმედის მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ. ფსალმუნი 40, 9 სტროფი.
შენ კი კაცი ხარ ჩემებრი მეგობარი და მახლობელი ჩემი, ერთად რომ საუბრობდით გმილად, ღვთის სახში დავდიოდით მღელვარებით. ფსალმუნი 54, 14 და მე-15 სტროფი. აღსრულება ახალ აღთქმაში. მიუგო იესომ, ის არის ვისაც ჩაუწებ ლუკმას და მივცემ და ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძე ისკარიოტელს. იოანე 13:26 სტროფი. გაცემის საზღაური, ანუ გაცემის საფასური, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. ვეტყვი მათ, თუ გეთნევათ მომეცით ჩემი გასამრჯელო და თუ არა, ნუ მომცემთ და მომიწონიან გასამრჯელოდ 30 ვერცხს. ზაქარია წინასწარმეტყველი, მე-11 თავის მე-12 სტროფი. აღსრულება ახალ აღთქმაში. მაშინ წავიდა ერთ-ერთი 12-თაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული და უთხრა მათ, რას მომცემთ, რას ის მოსცემად ინებებთ ჩემთვის, თუ კი მას მოგცემთ, ხოლო მათ მიუგეს 30 ვერცხს. მათ ეს სახარება 26 თავიდან მე-14 და მე-15 სტროფები. ჯვარზე სიკვდილი, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. რადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები ბოროტთა ხროვა, წრე შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელფეხის გასაგმირავად. ფსალმუნი 21:17. აღსრულება ახალ აღთქმაში. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვიათ ხემის ადგილი, ჯვარს აცვეს ის და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მის მარცხნივ. ლუკა 23:33. ფსალმუნებსა და ესაია წინასწარმეტყველებების წიგნებში ჩვენ ხვდებით წინასწარმეტყველებებს, რომლებიც დეტალურად ასახავენ ქრისტეს დევნას, მის სიკვდილს, მათი ხელიდან, ვის გადასარჩენად მოვიდა იესო ქრისტე. ნახეთ ესაია წინასწარმეტყველი 2 და 53 თავები. აქ სრულყოფილად არის ჯვარცმაზე ქრისტეს ტანჯვა აღწერილი. ჯვარზე. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის იყო დალეწილი. მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმართლისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ესაიას წინასწარმეტყველი 53:5. ქრისტეს სიკვდილი შეუძლებელი იყო. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას. ფსალმუნი 15:9 სტროფი. აღსრულება ახალ აღთქმაში. წინასწარმეტყველებმა თქვეს იესო ქრისტეს აღდგომისთვის, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ ეხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. საქმეები 2 თავის 21 სტროფი. ქრისტეს ცხოვრება არის წინასწარმეტყველებით აღდგენა, მხოლოდ ქრისტეს ცხოვრებაში შეისხა ხორცი იდეა მომავალი მესიის შესახებ, რაც ამტკიცებს იმას, რომ ქრისტე იყო ის მესია, რომელიც უნდა მოსულიყო. ქრისტეს მოწაფეები იყვნენ იმის მოწმენი, თუ როგორ ახდა ეს წინასწარმეტყველებები ქრისტეს ცხოვრებაში. მოციქულთა ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტეს ცხოვრებასთან. მათ ნახეს ქრისტეს აღსასრული გოლგოთაზე. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე დაუნდობლად ამხილებდა იუდევლებს ხალხის წინაშე და წერილების მიხედვით უჩვენებდა მათ, რომ იესო არის ეს ქრისტე. საქმეები 18 თავის 22 სტროფი. როცა ხელთ გვაქვს ასეთი ჭეშმარიტი მოწმობები, როგორც ძველი აღთქმა და როგორც ახალი აღთქმა, როგორ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ იესო ქრისტე ღმერთის შვილია. ღმერთი ქრისტე და ჩვენი ცხოვრება. ერთმა მწერალმა, რომელიც საუბრობდა ქრისტეს გავლენაზე ადამიანების ცხოვრებაში, აღნიშნავდა იმას, რომ მან თქვა, არ იქნება გაზვიადებული, რომ თქვათ ყველა არმიას, რომელიც წყობაში ყოფილა, ყველა სასამართლოს, რომელსაც უმსაჯულია, ყველა თვითმფრინავს, რომელსაც უფრენია, ყველა პარლამენტს, რომელიც კი შეკრებილა, ყველა მეფეს, რომელსაც უმეფია, ყველაფერს ამას ერთად აღებულს. არ მოუხდენია ასეთი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც ერთმა ცხოვრებამ იესო ქრისტეს სიცოცხლემ. აი ასეთი მაგალითი. ფართე მდინარე და მასზე იყო ხიდი გადებული, რომელზედაც ხშირად მოძრაობდნენ მატარებლები. მეისრის მოვალეობა იყო გზის მომზადება
მატარებლებისთვის. ერთხელ საღამოს, როდესაც წყუდიადი ჩამოწვა, ხიდზე გრაფიკის მიხედვით უნდა გაევლოს სამგზავრო მატარებელს. მატარებლის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე, როგორც ყოველთვის მეისრემ შეამოწმა დასასველი საკეტები და მან დაინახა, რომ საკეტები გატეხილი იყო და შეზრწუნდა იმ ფაქტის გამო, რომ ხედავდა თუ როგორ უახლოვდებოდა ადგილს სამგზავრო მატარებელი, რომელსაც უნდა გაევლო აქ და ხალხი კი ვერაფერს ვერ ხვდებოდა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. მეისრემ მთელი თავისი ტანით, თავისი სიმძიმით დაეცა დამცველ მოწყობილობას და ამდენი ხალხის სიცოცხლე ეხლა მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. იმ დროს, როდესაც გაისმა მოახლოებული მატარებლის საყვირის ხმა, მან გაიგო ძახილი, რომელიც მას გული გაუქვალა. სიბნელეში მას ეძახდა 3 წლის შვილი. მამიკოს სათხარ საშინელების მომოლოდინით გაყინული მამა ხედავდა, რომ მისი ერთადერთი ბავშვი მიაბიჯებდა სიბნელეში, სადაც მატარებელს უნდა ჩაიქროლა. როგორ მოიქცეს, ხელი გაუშვას დამცველ საკეტებს და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს თუ ხელი გაუშვას, თუ გაიქცეს ბავშვი გადაარჩინოს და ათასობით ადამიანი დაიღუპოს. მან გააკეთა თავისი არჩევანი. მატარებელმა ჩაიქროლა ბნელ წყლებზე და არავის არ გაუგია, რამ მსხვერპლი გაიღო შვილის მოყვარულმა მამამ. ზეციერი მამა ხედავდა, რომ ჩვენი სამყარო ცოდვებში იყო ჩაფლული, მიექანებოდა უსკრულისაკენ და დაღუპვისაკენ. მან იცოდა, რომ უნდა გაეკეთებინა არჩევანი, გაეწირა მხოლოდშობილი ძე, რათა ადამიანები გადაერჩინა სიკვდილისაგან დაღუპვისაგან და ან გადაერჩინა მან სულ უნდა გადაერჩინა საკუთარი ძე და მას სამყაროს საყოველთაო დაცემითა და განადგურებით. როგორ მოიქცა ღმერთი, რადგან ღმერთმა ისე შეიყვარა სამყარო, გააკეთა თავისი ერთადერთი არჩევანი. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი ძე, მხოლოდ შობილი, რათა ყოველი ვისაც წამს, იგი კი არ წარწყდეს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. იოანეს სახარება 3:16. ღმერთმა მისცა თავიანთ მთელს კაცობრიობას თავისი შვილი. იესო მოვიდა ჩვენ სამყაროში, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები და ეტანჯა ჩვენთან ერთად და გადავერჩინეთ. ის გვეძახის ჩვენ და გვთავაზობს მის მეგობრობას, თავაზობს ხსნას ჩვენი ცოდვებისაგან. ღმერთი მოგვიწოდებს ისეთი ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვროთ, როგორც იესო ქრისტე მიცხოვრა. ქრისტე მოუხმობს ყველა ადამიანს, მოდით ჩემთან, ოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგიფონებ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და მოიპოვებთ სული სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი საამურია, ტვირთი ჩემი მსუბუქი. მათეს სახარება 11:22-23 და 30 სტროფები. როგორ უპასუხებ შენ იესო ქრისტეს ამ მოწოდებას? და ბოლოს ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სულფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგანაც შენი არის სულფევა, ძალი და დიდება, საუკუნეთა მიმართ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.